სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შეფასების ანგარიში წარადგინა. ნაშრომის პირველ ნაწილში აღწერილია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციები და შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ნაშრომის მეორე თავში რეფორმის მზადების ეტაპია განხილული. ამასთანავე საუბარია 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღების პოლიტიკური პროცესის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, სიტუაციების ანალიზსა და რეფორმის პროცესის მონიტორინგს. Განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ის რეფორმები, რაც არის ასახული 2013-14 წელს, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც არის პირდაპირ არჩევნები გამგებლებისა და მერებისა, ასევე ის რომ დამატებით მსხვილ მუნიციპალიტეტებში ცალკე გამოიყო თვითმმართველი ქალაქები და ამით ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდა ერთმანეთს. Ძირითადი ტენდენცია არის ის, რომ განსხვავებით წინა რეფორმებისგან ის რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია მიმდინარეობს, არ არის კოსმეტიკური, არამედ არსობრივად გვარად აწესრიგებს ადგილობრივ თვითმმართველობას. ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა არის ნამდვილად ნაბიჯი წინ და ეს დადასტურდა Freedom House-ის ანგარიშით, სადაც ნათქვამია, რომ ერთადერთი გაუმჯობესება ქვეყანაში არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი დემოკრატიის კუთხით.